ყველაფერი პირველად გესმის და მოგიწოდებთ რომ უფრო მეტად ადევნოთ თქვენ თვალი ქვეყანაში განვითარებულ უმძიმეს მდგომარეობას. მომაწოდეთ ინფორმაცია, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენ სხვადასხვა რეალობაში ვცხოვრობთ, მე გეუბნებით რომ წამების ფაქტები როდესაც იყო. არა, უკაცრავად, ბატონებად, ეხლა თუ გავაგრძელებთ ამ თემას. ხალხო, მაშინ ხმას არ იღებდით. მართლა რო აწამებდნენ ხალხს და გვამები გამოქონდა ციხეები და ხმას თქვენ დაუწიეთ და მიკროფონიც გამორთეთ. მიკროფონი გამორთეთ. ვის დააწევინებთ თქვენ ხმას? დაგაწევინებთ თუ არ დაუწევთ თქო. ქალბატონო ეკა. ცადოთ ერთი როგორ დააწევინებთ ტონს ძალიან გთხოვთ. ცადეთ როგორ ძალიან აღელვებული ბრძანდებით. მე ყოველთვის ვამბობდი რომ იყო წამება. მიკროფონიც გამორთეთ და თუ წესრიგს არ დაიცავთ, გარეთაც გაგაბრძანებენ. აი ესეა ეგ. ქალბატონ ჩიორა, წამების ფაქტებს როცა ჩადიოდით, ხმა მაშინ ამოგეღოთ. მორალური უფლება არ აქვს, მაგაზე ილაპარაკოთ არც ერთმა. არა გაქვთ მეგეუნებით მაგის უფლება და მოგიყვებით თქვენს ნაწამებ ადამიანებს სამი დღეა ხვდები. თქვენი ნაწამები ადამიანები შიმშილობენ დღეს იმ ციხეებში. მე არავის წამება 50,000 ლარი რომ გააკისრეს გიორგი ვაშაძეს, ასევე დაგაკისრებენ თქვენ 50,000 ლარს, რომელიც მე გაბრალებთ რომ მე ვაწამებდი პატიმრებს. თქვენი გუნდი დაგაკისრებთ თქვენ ამას სასამართლო. თქვენ ამ კომიტეტში ბრძანდებოდით, ხმას რო არ იღებდით. დღეს რო გაგახსენდა თურმე ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებები არ დაწყებულა დღეს. მაშინაც უნდა გახსენებოდათ ადამიანებს რო აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ციხეებში თქვენი თანაგუნდელები და ერთი კომიტეტის ხმა ჩაგეტარებინათ. ესე გაღიმებული არ დარჩეთ. რომელი საქმე გამოიძია თქვენმა მთავრობამ ქალბატონე ეკა? იძიებენ. ბედუკაძე რო გამოუშვა პირველი მწამებელი, აი ეს არის ხო ჩვენი მიერ გაკეთებული საქმე. საზოგადოებისთვის ვერანაირი შეღავათი ეხა რაკეთებოდა ვთქვათ ერთი წლის უკან და რაკეთება დღეს არანაირი შეღავათი არ არის და უბედურება იმაში არის ეს მინდა გითხრათ უბედურება იმაში არის რომ დღევანდელი ხელისუფლება უნიჭო პაროდირებას აკეთებს ყველა იმ საქციელის და ყველა იმ გადაწყვეტილების რამაც წინა ხელისუფლების წარუმატებლობა განაპირობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და სამწუხაროდ არანაირად არ ცდილობ დაგვემგვალოთ იმაში რაც პოზიტიური ნაწილი იყო ჩვენი მართვის და ეს კანონიც არის სწორედ ამ უნიჭო პაროდირების შესახებია შემადგენელი ნაწილი შედეგია ის მოშიმშილი ადამიანები და დაწყდარდით მაგ თემაზე.